ადამიანს როგორც მოაზროვნე არსებას და როგორც თავისუფალს. და ამავე დროს როგორც χνილებას შესაბამისად შეზღუდულს განვითარებაც დინამიკაში მყოფს, გარკვეული მიზნისკენ აუცილებლად სწრაფს, გამოუცდელს ჭირდება ორიენტირი. ამავე დროს ადამიანი არ არის მარტო იგი მოიაზრება სხვა ადამიანებთან ერთად, ამგვარად არის შექმნილი და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა ეს ვიცით. ეს ორიენტირი ჭირდება არა მარტო ერთ ადამიანს, არამედ ეს ორიენტირი ჭირდება ადამიანთა ჯგუფს, ოჯახს, ერს, სახელმწიფოს. ვინ შეიძლება ან რა შეიძლება იყოს ორიენტირი გონიერი და მოაზროვნე და განვითარებადი და უსასრულო განვითარების პოტენციის მქონე და თავისუფალი არსებისათვის თუ არა თავად გონიერი და თავისუფალი ყოველად ბრძენი არსება, რა თქმა უნდა ღმერთი. მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს ადამიანისათვის ორიენტირი და ორიენტირის არ ქონის შემთხვევაში, მაშინ ადამიანი თავის თავისუფლებას, თავის გონიერებას არასრულყოფილების გამო, შეზღუდულობის გამო, გამოუცდელობის გამო არასწორად გამოიყენებს. ეს სიტყვები ეკუთვნის არა მხოლოდ დაცემულ არსებას, როგორც ადამიანია, ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანი ღმერთს დაცილდა, არამედ თავად სამოთხეშიც კი, როცა ადამიანი ჯერ დაცემული არ იყო და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ბუნება არ იყო მიდრეკილი ბოროტებისკენ, მას განვითარებისათვის აუცილებლად ჭირდებოდა ეს ორიენტირი, რომელიც იყო ღმერთი. ადამიანმა იცოდა ეს როგორ ეკეთებინა, როცა მას ეძლევა დავალება, რომ დაამუშავოს სამოთხე და დაიცვას იგი, სწორედ ეს ამ სიტყვებში მოიაზრება ის, რომ მას უნდა შეემეცნებინა ღმერთი სამოთხეში ყოფნით. აი იონე დამასკელი პირდაპირ ამბობს, როცა იქ ხეების დამუშავებაზეა საუბარი, ხე როგორც ქმნილება, რომლითაგანაც ის იკვებება, ანუ როცა არსებობს ადამიანი და ამ შემთხვევაში სულიერი გაგებითაც უნდა შევხედოთ სამოთხეს, ხეს. სამოთხე არ არის მარტო ხილული, არამედ ის თავისი შინაარსის მატარებელიც არის. და ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ ქმნილების საშუალებით როგორ შეიძლება ყოფიერის, რომელიც ადამიანის გარშემოა, როგორ შეიძლება ადამიანი შეიმეცნებდეს ღმერთს და მე იონე დამასკელს პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები მოყავს, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ურწმუნოს არ აქვს არანაირი გამართლება, იმიტომ რომ სამყარო ისეა შექმნილი, რომ ხედავ ამ სამყაროს შეუძლებელია თუ მოაზროვნეობაზე პრეტენზია გაქვს, შეუძლებელია რომ საოცარი სამყაროს მიღმა და მყოფიერების მიღმა ღმერთი არ დაინახოს. ეს ეხება არა მარტო სამყაროს ბუნებით კანონებს, არამედ იმ მყოფიერებას, რომელიც ჩვენს გარშემოა. და კიდევ ვიმეორებ, ეს ეხება თითოეულ ადამიანს და ეს ეხება მთლიანად ადამიანთა ჯგუფს და მთლიანად ერსაც. ფილოსოფიურად თუ გავიაზრებთ ჩვენს მყოფიერებას, ადამიანობას, ადამიანურ ბუნებას, ადამიანურ არსს, აქ ლოგიკურადაც კი ხვდებით, რომ როგორი ჭეშმარიტება ქრისტიანობა, რომელიც ზუსტად იმას გვთავაზობს, გამოცხადებით გვთავაზობს იმას, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რის შესახებაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. გამოცხადებით გვთავაზობს ამას. ჩვენმა გულმა როცა მიიღოს გამოცხადებითი ჭეშმარიტება, მერე უკვე ჩვენი ლოგიკური აპარატიც ეთანხმება რა, იმიტომ რომ ჩვენთვის რწმენა უპირატესია. ესე აზროვნებ, ჩვენ არ შეგვეშინდეს ამისი. რომ რწმენა ჩვენში უპირატესი უნდა იყოს და აზროვნებითი შემეცნება შემდგომი ეტაპი. იმიტომ რომ ჩვენ რწმენით რაც ვიცით, იქ აზროვნებითი შემეცნება უსუსურია, ვერანაირი აზროვნებით ვერ მიხვდები, რომ ქრისტე ღმერთია. ზუსტად რწმენა ჭირდება ამას. მაგრამ რწმენაც არ არის რაღაცა ესეთი აბსტრაქცია, ის ეფუძნება ღმერთისგან ჩვენს დახმარებას. ღმერთის და ბუნებით დახმარებას, როცა სამყარო იმგვარად შექმნილია და ჩვენი ყოფიერება ჩვენს გარშემო იმგვარად არსებობს, რომ ჩვენ ამით გვიოლდება ამ ყველაფრის იქით ღმერთის დანახვა და რაც თავარია გამოცხადება, ზოგადად გამოცხადება ღმერთის ადამიანად მოსვლა და ამავე დროს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გამოცხადება, როდესაც ადამიანად მოსული ღმერთი თითოეულ ადამიანს პიროვნულად, პერსონალურად ეცხადება და განაცდევინებს, რომ თავად არის ღმერთი სამყაროს შემოქმედი ადამიანად მოსული. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ამის და მიუხედავად უამრავი ადამიანი არსებობს, რომელსაც ასე არ ჯერა, ასე არ წამს, ასე არ ფიქრობს და ზოგი იმასაც ბედავს, რომ აუმხედრდეს სამყაროს შემოქმედს, ხო, ამასაც ხო ხედავთ. და ამის მიზეზი ასევე ვიცით ჩვენ ქრისტიანებმა. და ლოგიკურადაც ეს მიზეზი გასაგები ხდება. ხო, რა არის მიზეზი? თავისუფლების არასწორად გამოყენება, ჩვენი უკეთური ნება
რადგან თავისუფლებას არასწორად ვიყენებთ, ჩვენი ნება ხდება უკეთური და ის ემსახურება არა ჭეშმარიტების შემეცნებას, რომელიც არის ცოცხალი, გონიერი, თავისუფალი და მას უნდა რომ ჩვენ მისი შვილები ვიყოთ, არამედ ადამიანის ნება ემსახურება ადამიანის შემთხვევაში სრულყოფილების გაიოლებას ემსახურებოდა, ესო იოლად მოწყვიტე შეჭამე ღმერთი იქნები, რაში გჭირდება 8 წელი და დამუშავება და შენახვა, ხოლო ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ ემსახურება დაცემულ ბუნებას, რომელიც მიდრეკილია ბოროტებისკენ. და ის არის საკმაოდ აგრესიული, დინამიური, აქტიური, აი არაფერი რო არ აკეთო. ხო, პასიურად რო იყო. შენი ბუნება ბოროტებისკენ მიგაქანებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ასია. ამიტომ დინების წინააღმდეგ რო ცურო არის ჩვენი ვალდებულება. ქრისტიანი თუ ხარ, დინების წინააღმდეგ მიცურავ. და აი თუ არაფერს არ აკეთებ, ანუ თუ არ ცურავ, აუცილებლად წაგიღებს. აუცილებლად, ამიტომ ქრისტიანობაში ბოროტების არქმნა საკმარისი არ არის. თუ ადამიანი ბოროტებას არ იქმს, ის მაინც ბოროტებას იქმს. გვასწავლის იაკობ მოციქული, ხო, თუ არ ვხდები, თუ ადამიანმა იცის რა არის სიკეთე და არ აკეთებს, ცოდვაში ვარდება, ცოდავს. თუ წარმართული ფილოსოფია გვეუბნებოდა, რომ არ გაუკეთო ადამიანს ის, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ, ქრისტიანობა სხვა რამეს გვეუბნება, გაუკეთე ის, რაც შენ გინდა გაგიკეთონ. ანუ ქრისტიანობა მოგვიწოდებს აქტიური სიკეთის ქმნისკენ, იმიტომ რომ თუ სიკეთეს არ იქმ, ბოროტების არ კეთება არ გიშველის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. ამიტომ როცა ადამიანი, რა ვიცი, მამა, აბა რა სოდავ, არაფერს არ ვაშავებ. მე რო არ აშავებ. და თუ სიკეთეს არ იქმ, აი კი როგორ არ ვიქმე, დედა მიყვარს, შვილი მიყვარს, ეს მიყვარს, მეზობელსაც მაინც არ ვერჩი. ეს არ არის საკმარისი, რატომ? იმიტომ რომ უფალი გვეუბნება ასეთი და ამგვარი სიკეთე ადამიანურ სიბრტყეში. შენი ვალდებულებაო, ქრისტე გეუბნება. და შესაბამისად, ჩემგან მადლობას არ გეკუთვნისო. ჯაბა რა საქმე გავაკეთო ისეთი, რომ უფლისათვის მოსაწონი იყოს და პასუხი ამაზეც სახარებაში, ყველაფერზეა საპასუხი სახარებაში. გწამდეს ღმერთი და ის, ვინც მან მოავლინა იესო ქრისტე. ხომ წამს და თუ წამს წმენა რას ნიშნავს? წმენა ნიშნავს მის ერთგულებას და ვისაც უცდია ქრისტეს ერთგულება, მან იცის ეს რას როგორ საშინლად რთულია ჩვენი დაცემული ბუნებისთვის და გარდა ამისა მისტიკური კავშირი ღმერთთან, იმიტომ რომ ქრისტე ამბობს, ვისაც მე ვწამვარ მის გულში მარადიული სიცოცხლისკენ მიმდინარე წყარო ამჩქებს და მოჩუხჩუხებს, ანუ მადლის წყარო ხდება ადამიანის გული. ეს არის უკვე მისტიკური კავშირი ღმერთთან. ნახეთ როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ჩვენ თუ ვართ მორწმუნენი და თუ ჩვენი მართლა გვინდა რომ ჩვენთვის არსებობდეს ის ორიენტირი, თუ ჩვენთვის არ არსებობს ორიენტირი, მაშინ ჩვენი ერთობისთვისაც არ არსებობს. თუ ჩვენ ყველა ცალსაკე ცუდი მუსიკოსები ვართ, ერთად თუ დავждებით, სიმფონია არ გამოვა. ანუ ჩვენ ცალ-ცალკეს კარგები უნდა ვიყოთ, რომ ერთადაც რაღაცა ღირებული გავაკეთოთ. და ცალსაკე კარგები კიდე იმიტომ ვართ, რომ ერთად ღირებული გავაკეთოთ. ეს აუცილებლად ცალკე კარგი თუ ხარ და ღირებულს ერთად არ აკეთებ, ესეც არ შეიძლება. ანუ ცალკეც უნდა კარგები ვიყოთ, ერთადაც უნდა კარგები ვიყოთ. ეს არის ჩვენი არსების ონტოლოგია, არსების არსი, ადამიანური ბუნების არსი, ასე და ამგვარად არის შექმნილი ადამიანი. ამიტომაც ჩვენ უნდა გვესმოდეს ღმერთის სიტყვის ღვთის ნებას უნდა ვჭორეტდეთ, ვიგებდეთ, შესაბამისად ცხოვრობდეთ. და რადგან იგი ადამიანად მოვიდა და თქვა გამომყევით და ეს არის ნათლობის აღთქმაშიც, ხო? დამინახი არა, მოგეწონო არა, მაღიარო არა, ჩათვალო რომ ეს ასია არა, ჩემ შესახებ იცოდე ისტორიულად არა, არამედ გამომყევი. შესაბამისად მაშინ ჩვენ უნდა ვისი საქმის მიმდევრები, ანუ მოწაფენი გავხდეთ და აი სწორედ ეს აღმოვიკითხეთ დღეს სახარებაში, იოანეს სახარების მერვე თავია, ეტყოდა იესო მორწმუნეთამად, უკვე თუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, დაადგრეთ, ანუ კი არ გაიგეთ ჩემი სიტყვები, დაადგრეთ, ანუ აღსრულებელი ხდებით ჩემი სიტყვების. აღმსრულებელი. ანუ სახარების. მთელი პრობლემა ადამიანისა, ყოველი პიროვნებისა, სულიერად მაცხოვრებელისა, რომელიც ცდილობს სულიერ ცხოვრებას, რომ არსებობს ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ ცხოვრობენ სახარების მიხედვით. არ ცხოვრობენ წმინდა მამათა მიხედვით. არ ცხოვრობენ ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში დაღეჭილი ლუკმა ეძლევათ ადამიანებს. აი დაღეჭილი. მაგრამ ამასაც არ უსინჯავენ გემოს და ამასაც არ იღებენ. შესაბამისად ადამიანი მაშინ რას აკეთებს? ერთადერთი რჩება საკუთარი ნება.
ადამიანი ენდობა საკუთარ ნებას, ადამიანი ენდობა საკუთარ გადაწყვეტილებებს, ადამიანი ენდობა საკუთარ აზრს. სულიერ ცხოვრებაში ვამბობ და არა, ეხლა იქ მანქანა როგორ დაქოქო და სამსახურში რომელი ტრანსპორტით წახვიდე. სულიერ ცხოვრებაში ვამბობ. იქ სადაც შენი კავშირი ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან უნდა რეალიზდეს. იქ საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ყველანი ბრმები ვართ. საკრალურობა ამაში მდგომარეობს, რომ შენ როცა ეკითხები სიმდაბლის გამო, ღმერთი მას აძლევს სიტყვას შენთვის. აქ არის საიდუმლოება. შენ იმას იმიტომ კი არ ეკითხები, რომ ის შენზე ჭკვიანია. აი მაგალითს გეტყვით. სოფრონ ინგლისელი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უგანათლებულესი და უნიჭიერესი ადამიანი. ჯერ პეტერბურგში ქონა განათლება მიიღებული, მერე საფრანგეთში, მერე საფრანგეთის კულტურას ეზიარა და ესე იგი, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი შეიძლება ენები და ყველაფერი, რაც შეიძლება ცოდნა ქონოდა თანამედროვე ადამიანს, ყველაფერი ქონდა. ვინ იყო მესი მოძღვარი? ვისი მითითებებით ცხოვრობდა? რუსეთის მიყრუებელი გუბერნიის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 10-ზე წავიდა, რომელმაც იცოდა გარმონზე დაკვრა და ჩხუბი, მეტი არაფერი. აი ის იყო მისი მოძღვარი, წმინდა სილვან ათონელი. საიდუმლოება, საკრალურობა უნდა დაინახო ამაში. აზრი უნდა იყოს ეხლა აქ ისეთი ამ პატარა კოლოფში, რომელიც სამყაროს გაარღვევს. თავარი პრობლემა არის ზუსტად აი ეს. რომ ჩვენი აზრი და ჩვენი გული სიტყვა და ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მათ შორის რწმენა და ჩვენი რელიგიურობა რაღაცა გვგონია და ვერ ხვდებით ქრისტეს მოწაფეები. ვერ ხვდებით. სანამ შენ თავი რაღაცა გესმით, რას ნიშნავს რაღაცა გეგონოს თავი გალაქტიკების შემოქმედთან. ეტყოდა იესო მორწმუნეთა მათ, უკვე თუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ანუ კი არ მოისვინოთ, დაადგრეთ, აღსრულებელი იყოთ, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. მაშინ ასეთ შემთხვევაში თქვენ სცნათ ჭეშმარიტი. ჭეშმარიტი ხო ღმერთია, ღმერთთან ერთობა რეალიზდება ასე დროს თქვენთან და აი აქ ხდება ის დიდებულება, რითაც ადამიანი იწყებს ბედნიერებაში შესვლას და ჭეშმარიტება მან განთავისუფლეს თქვენ. აი აქ ამოისუნთქებს ადამიანი ზუსტად. აქ ხდება ის რაც ხდება ადამიანი, რომ აღარ იტანჯება, ბედნიერი ხდება, მისი შინაგანი სამყარო მადლით ივსება, იმიტომ რომ არაფერი არ არის ადამიანი თავისუფლების გარეშე. და ბორგავს როგორც ნადირი გამოკეტილი დილეგში, აი ესე არის და ეს დილეგი არის ეს სამყარო ჩვენთვის. ეს სამყარო, ეს ხორციელი შეამწყურია, შურს, ეგოისტური მიდრეკილებები მაწუხებს, ღიზიანდები, ბრაზდები, სულ მეშლება, სულ ეს არის დილეგი, როგორ ღვთის ხატი და მსგავსი ვარ და რაზე წვრილმანდები, რაზე ხურდავდები. ეს დილეგია ჩემთვის, მაგრამ ვერ თავისუფლდები, სანამ ჭეშმარიტებას არ შევიმეცნებ. და ეს შემეცნება ინტელექტუალური არ არის, ეს არსობრივი შემეცნება ხდება, საღვთო ბუნების თანაზიარი ხვდებით, ღმერთი ჩემში შემოდის და მე ჩემი სიცოცხლე და ღმერთის სიცოცხლე იდენტური ხდება, მე და ღმერთს როგორც ხშირად გვითქვავს, როგორც ღვთისმეტყველი მამები ამბობენ, მე და ღმერთი ერთი ენერგიით ვიწყებთ არსებობას. თავის სიცოცხლეს მჩუქნის ბოლომდე და ამ დროს აბსოლუტურად გაუგებარი ჰურიები ჩვენ ნათესავი აბრაამისნი ვართ არასა და ვის ვმონებდით ვით არ ეგე შენიტყვი ვით არ მეტ გამთავისუფლდეთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ უკეთეს შემთხვევაში ჩვენ ისეთი წინაპრები ყავდა ჩვენი სალოცავები უკეთეს შემთხვევაში რა ქართველობა რა ღვთისმშობლის წილხვედრობა არა ორი უბედურება პირველი რას ვთქვი და მეორე მთლად კატასტროფა. და მე უფალი განუმარტავს მათ და ჩვენს გვეუბნება, რომ ეს უკეთეს შემთხვევაში კიდევ იმეორება. ის მაინც ახსოვს, რომ აბრაამისი, ანუ ის მაინც გვახსოვს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვარ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არ გადაგვარჩენს. ამიტომ ის ვისაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ისინი არ მოგწონს, ვინც თლად უსჯულოები გახდნენ და არაფერი ქართული მათ აღარ ედარდებათ, ხო? აი დღევანდელი დღე 17 მაისი ცხვრისთვის არის, რომ ჩვენ ვადასტურებთ, რომ იცი რა, ვისაც უნდა რომ გადაჯიშებულად იცხოვრო, წადი შვილო ვინ გიშლის, მაგრამ ვისაც უნდა ქართველობა, აი ვდგავართ აქ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ ქართველები ვართ, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. ეგ არის ის, რომ ჩვენ აბრაამისნი ვართ, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ეგ არ არის საკმარისი. და აი რო არ არის საკმარისი, აგერ გვეუბნება უფალი აგზელებს, მიუგო იესო და რქვამათ, ამინ გეტყვით თქვენ რამე თუ ყოველმან რომელმა ქმნეს ცოდვაი მონა არს იგი ცოდვისა, დიახაც იყავი აბრაამისი, იყავი ღვთისმშობლის წილხვედრი, მაგრამ თუ ცოდვაში ხარ, მაშინ ცოდვის მონა ხარ და საბოლოო ჯამში შედეგი იგივე იქნება. შენ შეიძლება აქ დარჩი, არსად არ გაიქცე, მაგრამ გავა ცოტა ხანი და აღმოაჩენ, რომ მარტო ხარ და გარშემო უცხო თესლია შენს გარშემო.
და გიყურებენ და მოგიძულებენ, არ ვიცით რა გაიხსენეთ, აბა ცოტა ხნის წინ რა რეგიონები რო დავკარგეთ, საქართველოს ტერიტორიები რო დაკარგა, რა ხდებოდა იქ? ქართველი ხარ, ეხლა მე შენ გიჩვენებს ეს. ქართველობის გამო ცემდნენ, დევნიდნენ და კლავდნენ ჩვენ ორ რეგიონში, ქართველობის გამო. არ გიშველის ის რომ შენ იკვეხნი რომ აბრაამისი ვარ, ანუ ღვთისმშობლის წილხვედრობა მაგდა, არ გიშველის, რატომ? იმიტომ რომ ცოდვის მონახარ და რა არის ცოდვა? ცოდვა არის არა მარტო ის რომ შენ რაღაცას აშავებ, ცოდვა ის არის თავპირველი რომ კავშირი არ აგაქვს. ანუ შენ თუ ამბობ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი, ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე, სამშობლო, მაგრამ კავშირი არ აგაქვს ღმერთთან, ტრანსცენდენტულთან, ჭეშმარიტებასთან კავშირი არ აგაქვს. ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები რჩება და მაინც ნადგურდები, მაინც განლევად მდგომარეობაში ხარ და მაინც მარცხდები. ჩვენ გვევალება ვიყოთ ნამდვილი მორწმუნენი. არა სახელით, არამედ ნამდვილად. თქვენერად ცოდვის მონები ვართ. და მონამან არა დაემკვიდროს სახსაშინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაემკვიდროს. სასופველს ვერ იმკვიდრებს მონა და თუ ჩვენი სამშობლო როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ხატია მარადისობისა, ეკლესია აქ არის დაფუძნებული და შესაბამისად სასופველი აქ იწყება ჩვენ სამშობლოში იწყება ის როგორც სხვაგან, სადაც ეკლესიაა, მაგრამ საქართველოში ხო მთელი ერი გაქრისტიანდა. თუ ჩვენი სამშობლოში იწყება სასופველი სამშობლოში როგორც ეკლესიაში, იმიტომ რომ თანხვედრია მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველო, მაშინ გამოდის რომ თუ ვერ დავიმკვიდრებ სახლს მარადისობაში, ამ სახლის დასაწყის აქაც დავკარგავ ამას. აი რატომ არის რომ აი სულთა მისტიკური რაღაც თრილერივით არის რა. ქართველები იფანტებიან, არაფერი არ აჩერებს ამას. უცხოთესლი შემოდის, ჩვენ ვიფანტებით, არ მრავლდებით, ვიფანტებით. რა ძალა გააჩერებს ამას, მაინტერესებს. არ არსებობს არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამას გააჩერებს. არ არსებობს არანაირი მორალის კითხვაშვილები გააჩინეთ, არ წახვიდეთ უცხოეთში, არაფერი არ გააჩერებს ამას. თუ რაღაცა არ დაეშვა წყალობა ღმერთისგან. ესე იგი მოუტრიალდეთ რა ღმერთისკენ რა. შევაგონოთ ყველა ადამიანს რა. თუ ძემან გაგანთავისუფლეთ, ჭეშმარიტად თავისუფალი იყვენით. ანუ ქრისტეს გარეშე ვერ გავთავისუფლებით ცოდვის მონობისგან. იმიტომ რომ ოფალი აგზელებს მე რო ვიხილე მამისა ჩემისა თანა მას ვიტყვი და თქვენ რომ ანუ მე რასაც გეუბნებით ქრისტეს სიტყვა გალაქტიკების შემოქმედის სიტყვა. აბსოლუტურად ერთ და იგივეა ღმერთი გველაპარაკება. განკაცებული ძეღმერთის პირით და მაგრამ ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? თქვენ რომელი იხილეთ მამისა თქვენისა თანა მას ყოფ, თუ ჩვენ ქრისტესი არ გვესმის და აი შეიძლება გვესმის, მაგრამ არ დავადგერით სიტყვათა მისთა, ანუ არ გავითავისეთ, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ვყოფთ, ანუ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენ მამასთან ვნახულობთ და გააპროტესტეს. რა მამასთან? ჩვენი მამა აბრაამი არისო, ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, ჩვენ დიდი წინაპრები ყავდა. და უფალი გვეუბნება, მიუგო იესო და რქვამათ, უკვე თუმცა შვილნი აბრაამისანი იყვენით, საქმეთაცა აბრაამისათა იქმოდეთ. დიახაც, თუ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და ჩვენი დიდი წინაპრების შვილები ვართ, მაშინ მათ საქმეებს აღვასრულებთ. გავართ გრიგოლ ხანძთელს. გავართ ავით აღმაშენებელს, გავართ. გრიგოლ ხანძთელი როგორი მოძღვარი იყო ამას, როგორი მღვდელი იყო. ვაქცევ თუ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. და შესაბამისად, თუ შვილნი ვართ მათი, მაშინ როგორც ისინი ცხოვრობდნენ, ჩვენც ესე უნდა ვიცხოვროთ. და ვცხოვრობთ ისე თუ არ ვცხოვრობთ. უკვე თუ ღმერთი მამა იყო თქვენი, გიყვარდიცა მე, რამე თუ ღვთისაგან გამოვე და მოსრულ ვარ და რაისათვის სიტყვანი ჩემნი არ აიცნით. დიახაც, თუ ღმერთის შვილები ვართ, აბრაამის შესაბამისად ღმერთის შვილები ვართ, მაშინ ქრისტე უნდა გვიყვარდეს. და როგორ მიყვარს ქრისტე, როცა ვღალატობ? სად ღალატი და სად სიყვარული? სულ ვღალატობ. ვიღაცა იტყვის არ ვღალატობ, მაგაზე ადვილი გასაგები რა არის? ილუსტრაცია ხდება ეგრევე, როცა პატიოსთან წმინდა წერილს ჩაიხედა და პატიოსთან საკუთარ თავს დაინახავს სხვა ადამიანთან მიმართებაში, იმ წამს მიხვდები რომ შენ მოღალატე ხარ. არ ერთგულებ ქრისტეს. თქვენ ვერ ძალგით სიტყვათა ჩემ დასმენად. აი უფალი იმასაც გეუბნება რომ არათუ ღალატობთ კი არა კაცო, ვერც კი ისმენთ, აი არ ძალგით, არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მოსმენა. ზოგ შემთხვევაში ატანაც არ აქვს. თქვენ მამის და რატომ გაოცებული ვარ ხოლმე, რომ ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი სახარების სიტყვებს როგორ ირეკლავს. ზოგჯერ ახსნის შემთხვევაში ვერ იგებს, რომ უხსნი. და ზოგჯერ აპროტესტებს, აი ყოფილა შემთხვევა, რომ კაცო კი მარა სახარებაში ხო ესია. აპროტესტებს. ამ დროსთან მაზიარებელია. ეს რა ფენომენია? მე ხო დიაგნოზის დასმა გამიჭირდება, მაგრამ ქრისტე რო სვავს ამ დიაგნოზს. და ნახეთ რას ამბობს. ვერ ძალგით სიტყვათა ჩემთა სმენად,
რატო? თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის თქმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფათ. როცა შენ და ეშმაკს ერთ და იგივე ზრახვა გაქვთ. რა თქმა უნდა, შენი რელიგიურობა არ განსრულდება იმით, რომ ქრისტეს დაუჯერო. ხოლო ჭეშმარიტსა გეტყვი თქვენ და არ აქცამთ ჩემი. ყველას გვეხება, როცა სახარებას ვკითხულობ და მის შესაბამისად არ ვცხოვრობ, როცა ეკლესიისას არ ვისმენთ და ნახეთ, როცა ადამიანი არ ისმენს ღვთის სიტყვას, როცა არ ისმენს ეკლესიისას, როცა უგულვებელს ყოფს, კითხოს მოძღვარს, უგულვებელს ყოფს სულიერ საკითხებში. და მხოლოდ თავად თვითონ წვიტოს ყველაფერი. და მეცას ვიტყვი, როცა მიანიშნებს, ეურჩება, ეკაპასება, ისტერიკაში ვარდება, ან საერთოდ მე ყურს აღარ ათხოვებს, აღარ ეკარება. მაშინ გამოდის ერთადერთი, რომ საკუთარი ნებით მოქმედებს და საკუთარი ნებით მოქმედს არავის არასოდეს არ მიუღწევია ღმერთამდე, საკუთარი ნებით მოქმედს. ამაოჩვენოში იმიტომ არის პრინციპულად იყავ ნება შენი. და ადამიანი როგორი წმინდანიც არ უნდა იყოს, ანუ როგორი, წმინდანობა ზოგადად ეგ არის ღვთისნების დომინანტი ჩვენში. ამიტომ წმინდანობა ზნეობრივი ცხოვრება არ არის, უბრალოდ როცა სანამ ღვთისნება სრულად არ დომინანტი არ ხდება შენში, შენ წმინდანი ვერ ახარ და გული არ იწმინდება. მაგრამ როგორც არ უნდა სულთა რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდეს, ადამიანს საკუთარი ნება მაინც რჩება ბოლომდე. და ეს საკუთარი ნება არის მომაკვდინებელი. იმიტომ რომ ის დაცემული ბუნების ჭკუაზე დადის ყოველთვის. ამიტომ ადამიანს სულ ბრძოლა უწევს და სულ შემოქმედებითი ღვაწლის მდგომარეობაში იმყოფება. სანამ გრიგოლ ხანძთელი არ გახდება კაცო, მაგრამ გრიგოლ ხანძთელში ხო ხედავთ ღმერთი ცხოვრობდა ამ ადამიანში. ადამიანი ხმას რომ ამოიყრიდა ღვთის სახელს ახსენებდა, ანათებდა და ეხლა იმას როგორ უნდა შევედაროთ, ხო? ის მისაბაძი მაგალითია, მაგრამ ხო ვერ შევედრებით და სანამ იმ მდგომარეობაში მივალთ, ჩვენი ნება დომინირებს, თუ მას თავს არ გაუჭეჭყავ, ყოველ წამსთან ის არ კვდება. ამიტომაც არის მონასტერი, მონასტერში რა არის მთავარი? იღუმენისადმი მორჩილება. ოჯახში რა არის მთავარი? ერთმანეთისადმი მორჩილება. სადაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ მორჩილებს, სადაც მონასტერში იღუმენს არ მორჩილებენ და იღუმენი კიდე თავის ეპისკოპოსს. ყველაფერი ინგრევა და ყველაფერი და თვით პატრიარქსაც კი მოძღვარი ყავს და მოძღვარს უჯერებს. არ არსებობს ეკლესიაში ადამიანი, ვისაც ვიღაცის მიმართ დაჯერების ვალდებულება არ ქონდეს. ეგეთი ადამიანი თვით პატრიარქიც არ არის, გესმით? ხოლო მე ჭეშმარიტს გეტყვი თქვენ და არ აქცამთ ჩემი, ამისთვის არაისმენთ თქვენ რამე თუ არ ახართ ღვთისაგან. ეს საშინელი, საშინელი დიაგნოზია. იმიტომ არ გესმით ჩემი ქრისტე გვეუბნება რომ ღმერთისგან არ ახართ. რა მეშველება თუ ღმერთისგან არა ვარ, რა მეშველება? ხო მოვკვდები ცოტა ხანში და მე ხო რეალიზდება ეს ჩემი უღმერთობა. ეგება ვარ. ეგება ვარ და რომელი ღვთისაგან არის სიტყვათა ღვთისათა ისმენს. ამიტომ ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში. კეთილი ინებე თეოდორე და არც ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა არ იყოს შენში ღვთისნების გარეშე. ეცადე ამას სანამ ცოცხალი ხარ თორე და სანამ დაბერდი ბოლომდე რომ დაუძლურდები და აზროვნებაც აღარ შეგეშლება და შეგეძლება და წირვაზე დგომაც აღარ შეგეძლება, მე გაგიჭირდება ღვაწლი და გაგიჭირდება ამ ყველაფრის რეალიზება შენში და რომ მოკვდები კიდე როგორც მოკვდები ეგრე დარჩები და ეგ არის რეალობა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი დარჩენილი დრო, ხაზგასმით ვამბობ, ჩვენი დარჩენილი დრო ამ სამყაროში ცოტა დაგვრჩა. დარჩენილი დრო ღირსეულად გამოვიყენოთ, სერიოზულობით მივუდგეთ ამ ყველაფერს. ასე შევხედოთ პირად ცხოვრებას და ამის მაგალითი ვიყოთ დანარჩენი ჩვენი ძმებისთვის, დებისთვის, ქართველებისთვის, დღეს 17 მაისია, სასურველია თუ ვინც შეძლებს, ყველანი გახვიდეთ, იმიტომ რომ ეს არის გვერდში დგომა ჩვენი სამშობლოსთვის, ეს არის გვერდში დგომა ჩვენი ეკლესიისათვის. ეკლესიის გადაწყვეტილება არის ეს, რომ 17 მაისს ყველანი გავიდეთ. თუ ადამიანი იმდენად ბრძენია ჭყალებში, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებაზე მაღლა დგება და ჩათვლის, ხო ეს რა არის? უკვე პრობლემა აქვს ადამიანს. მით უმეტეს თუ ვერ ხვდება დღევანდელ დღეს სამყაროში, ზოგადად სამყაროში, ამ შეშლის სამყაროში რა ხდება? თუ ვერ ხვდება მათ შორის საქართველოში რა ხდება? ესმის ხელიდან გვეცლება ყველა ღირებულება აბსოლუტურად და როცა ეკლესია მოგიწოდებს, რომ დავიცო, ესე იგი აქ როგორ არის, იცი რომ როგორ უნდა დაიცვა, ხო როგორ უნდა დაიცვა? შენი პოზიციონირება ხდება, რომ მე ვარ ეკლესიის მხარეს, ვარ ქრისტეს მხარეს, ვარ ჩემი წინაპრების მხარეს და ვარ ოჯახის სიწმინდის მხარეს და ყოველგვარი გარყვნილების წინააღმდეგ. პოზიციას აფიქსირებ. ამ პოზიციას ღმერთი კითხულობს და იმის მიხედვით რამდენი ვართ,
კრიტიკული მასა როგორ იხრება იქით თუ აქეთ, იმის მიხედვით წაიმართება ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა. ხოლო თუ ჩვენ აღმოჩნდებით, რომ 10 მართალიც არა ვართ, ხო, მაშინ მოხდება ეს, რაც სოდომ გომორში მოხდა რა. აღარ ვიარსებებ და გავქრებით. და პასუხისგებლობა ჩვენზე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენთვის სულ ერთი იყო, რაც იქნებოდა. ეს არის ჩვენი აღმსარებლობა, ხო არის წმინდანი და არის აღმსარებელი თავის ცხოვრების წესით. აღმსარებელი მე ხდება წმინდანი. ანუ რა, ვინც აღიარებს ის, რაც წამს, არ მალავს, არ ცხვენია, ვისაც შემი შერცხვეს, ის შეცხვენი იქნება ზეციური მამის წინაშე. ჩვენ არ გვცხვენია განვაცხადოთ ხმამაღლად, რომ დიახაც ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, ის უნდა იყოს წმინდა და ის უნდა იყოს მცირე ეკლესია. ამას თუ დავაფიქსირებთ, მე უკვე ერთმანეთში ვეტყვით, ბიჭო, ოჯახის სიწმინდეს რო იცავდა, ესე იგი მეუღლები ერთმანეთს ღალატობთ, ეგ სად მოსულა? ეგ რა ნერი სიწმინდის დაცვა, შვილებს ქრისტიანულად რო არ ზრდით. გესმით, ეგ სადაური წესია. მე შიგნით გავარჩიოთ ეს საქმე. ჯერ დავაფიქსიროთ რა გვინდა და მე შიგნით მივხედოთ ერთმანეთს. შეგვეწიოს უფალი. ქრისტე აღდგა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.